მოგესალმებით, დღეს განვიხილავთ ქართულ მოტოსპორტში არსებული ღონისძიებების ტიპებს. ქართულ მოტოსპორტში რამდენიმე დისციპლინაში ტარდება შეჯიბრები. ეს არის ჯიმხანა, ეს არის დრაგი, თაიმატაკი და წრიული რბოლა. დღეს გვექნება ძირითადი განხილვა წრიულ რბოლაზე და თაიმატაკზე, იმიტომ რომ ეს უკანასკნელები დიდწილად მოიცავენ დანარჩენ დისციპლინის უნარებს. დავიწყოთ თაიმატაკის განხილვით. თაიმატაკი არის სპორტული დისციპლინა მოტორბოლაში, რომელშიც რბოლელები ერთმანეთს ეჯიბრებიან შეჯიბრის შინაგან წესით დადგენილი პირობების მიხედვით. გამოყოფილია პირობითად ავიღოთ 20 წუთი. 20 წუთის განმავლობაში რბოლელები შედიან მოტოდრომზე და ცდილობენ საუკეთესო წრის დაფიქსირებას. საუკეთესო წრის დაფიქსირება გულისხმობს რას? არ აქვს მნიშვნელობა მე რამდენი დავიწყებთ, ან მე რამდენი დავამთავრებთ ამ 20 წუთიან სესიას. მთავარი არის ამ 20 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი წრე გქონდეს ისეთი კარგი, რომელიც მოგვიტანს წარმატებას. ანუ პირობითად შესაძლებელია მესამე წრეზე შენ დააფიქსირო საუკეთესო დრო და შემდეგ საერთოდ გამოხვიდე რბოლიდან, ან აღარ გააგრძელო რბოლა. და აქ მნიშვნელობა აქვს ერთ საუკეთესო წრეზე დროის რაოდენობას. ამით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა. სირკვით რეისის განხილვა. სირკვით რეისი, ანუ წრიული რბოლა. წრიული რბოლა არის ყველაზე გრანდიოზული დისციპლინა მთელ მოტოსპორტში, სადაც ყველა დისციპლინის უნარების გაერთიანება ხდება. აქ არის დრაგი, აქ არის თაიმატაკი, აქ არის ენდუროზი, ისიც ესეც ყველაფერი ამ დისციპლინაში არის მოქცეული, მოკლედ რა. შეჯიბრში გაწერილია წინასწარ წრეების რაოდენობა. პირობითად ჩვენთან იყო 8-10 წრე და 10 წრეს ვინც დააფინიშებს პირველი, ის ადამიანია გამარჯვებული. ეხლა ნახეთ როგორ მიდის წრიული რბოლის ეტაპები. ტარდება წელიწადში 3-ჯერ. რბოლას მე რამდენი ამთავრებ, მაგის დამიხედვით გენიჭება რაღაც ქულა. 3-ვე რბოლის შემდეგ შენი ქულების ჯამი იკრიბება და ამის მიხედვით ხდება წლის ჩემპიონის გამოვლენა. თანმიმდევრობის მიხედვით ყოველი შეჯიბრის წინ არის გასახურებელი ვარჯიშები. ანუ ყველა შეჯიბრი რაც ტარდება, რბოლელებს საშუალებას აძლევენ, რომ რამდენიმე წრე ისე დაატყან, რომ შეხურდნენ, მოვიდნენ ტონუსში, გაიცნონ გზა, ზედაპირი ნახონ, მტრიანია, სველია, რა არის, როგორ არის, რანაირად არის. ამისთვის არის სატესტო ვარჯიშები. შემდეგ უკვე იწყება კვალიფიკაცია. კვალიფიკაცია წრიულ რბოლაში არის დაახლოებით თაიმატაკის პრინციპით რა. შედიხარ, არა აქვს მნიშვნელობა მე რამდენი შევარდები, რამდენ წრეს დაარტყავ და ასე შემდეგ რა. მთავარი არის კვალიფიკაციაში, რომ სადმე ერთ წრეზე დააფიქსირო კარგი დრო. და ეხლა რაში გჭირდება ის კარგი დრო? რომ შემდეგ წრიული რბოლა, რა თქმა უნდა, პიტსტოპიდან და არეულად არ იწყება. წრიული რბოლა იწყება სტარტის ხაზთან, განლაგებულები არიან რბოლელები შესაბამის პოზიციებზე. ამ შესაბამის პოზიციებს ისინი იღებენ კვალიფიკაციიდან. კვალიფიკაციაზე დაფიქსირებული დროის მიხედვით რბოლელი დგება სტარტის პოზიციაზე. ვინც უკეთეს დროს დააფიქსირებს უფრო დაბალ დროს, ის დგება წინ და ასე შემდეგ მიდის ეს თანმიმდევრობა. შემდეგ იწყება რბოლა და პირველი ადამიანი, ვინც ამ მოცემული წრეების რაოდენობას გადაკვეთს ფინიშის ხაზს, ის ადამიანი იგებს იმ კონკრეტულ რბოლას. წრიული რბოლის დროს ადრე ესე იყო, რომ წინასწარ შევდიოდით და ვახურებდით ხოლმე საბურავს, ვარტყავდით ხოლმე კრუგებს, მაგრამ ეხლა ძირითადად პროფესიონალ რბოლელებს აქვთ საბურავის გამახურებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წრიული რბოლა დაიწყო ადამიანმა შესაბამისად მომზადებულმა. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.